საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება სასიცოცხლოდ სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის მიღება. დასავლეთ ევროპაში კი არა, მთლიანად ევროპაში, დასავლეთში მას არ ჩაესვლება. დასავლეთისაგან ის ლეგიტიმაციას ვერ იღებს. ეგ კი არა, შეერთებული შტატებიც კი, რომელიცაც ეიმედებოდა, შეერთებული შტატებიც კი თავისი უპოზიციობით საქართველოს მიმართ ადასტურებს, რომ არ აღიარებს საქართველოს დე-ფაქტო მმართველებს. არ აღიარებს იმიტომ დააშავეს, არ დააშავეს, ბევრს მიაჩნია რომ დააშავეს, ბევრს მიაჩნია რომ არ დააშავეს, ამაზე არ ვილაპარაკოთ. იცით თქვენ შეიმოსაზრება, მაგრამ შესაძლოა ხართ რომელიმე 1 ან 5 ან 55 მაყურებელი, ვინც ფიქრობთ, რომ არც არაფერი არ დაუშავებია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტი კი ჯიუტია, რომ ვაშინგტონი ივანიშვილის თუ კობახიძის თბილის არ აღიარებს, არ ელაპარაკება. დავოსში არ მიიწვიეს, დავოსის მასპინძელი შეერთებული შტატები არ არის, მაინც და მაინც შვეიცარიაა, მაგრამ იქ საერთაშორისო ფორუმია, დავოსის ეკონომიკური ფორუმია, დავოსის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფორუმია. შეერთებული შტატებთან ბუნებრივია იქნებოდა გავლილი კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა ყოფილიყო სტუმარი. დავოსში არ მიიწვიეს, იზოლაცია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მალე რომ დაიწყება, არ მიიწვევენ. მსოფლიოს მშვიდობის საბჭოში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით იქმნება, იქ მიწვეული არ არის, არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ არიან ისინი მიწვეულნი და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად ნერვიულობენ. გასაკვირველია, საკუთარ თავს არ იდანაშაულებენ და ყველგან სადაც კი რამკარი ოდნავ მაინც გაეღებათ აღებული იქნება, იქ მიიჩქარიან და მიიჩქარიან. ირაკლი კობახიძე სამთავრობო თვითმფრინავით გადაფრინდა ახლა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა ფორუმზე, ოღონდ მსოფლიო მთავრობების წარმომადგენლები რასაკვირველია იქ არ ესწრებიან. უმრავლეს შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს გულისხმობ, არ მონაწილეობენ. გადაფრინდა დუბაიში, ბუტრიდებ ცხადია, გაზის პედალს სწრაფა უფრო მაგრამ იაჭირე, მარჯვენა ფეხიო უთხრა თვითმფრინავის მძღოლს პილოტს, რომ უნდა ჩაფრენილიყო 5 საათში, ჩაფრინდა 3 საათნახევარში და რომ უნდა მისულიყო იმ ფორუმზე, მივიდა რაღაც 5-6 საათში, გაფრენიდან მივიდა რაღაც 4 საათნახევარში, იმიტომ რომ ეშურება, ან ეჩქარება, რომ შეხვდეს ცალკეულ ლიდერებს. ცხადია ეს ყველაფერი გადავაჭარბე, ესე არ ყოფილა, მაგრამ ყველგან მიდიან, სადაც კი ამის შესაძლებლობა აქვს და გამოდიან სიტყვით. ოღონდ ეს სიტყვებიც თავად კობახიძის ერთ შემთხვევაში თუ სხვა შემთხვევაში სხვა რომელიმე ბანდიტისა სიტყვები არაფრის თქმელია. და არაფრის თქმელთან ერთად არის თურმე და ეს პირველად არ მოგვიჩერია ცხადია, ტყუილები. ამიტომ კობახიძე აფერისტ, კობახიძე მატყუ არა, ან კობახიძე ფანდარასტ, ეს რომ გამოვიტანო ახლა სათაურად ამ ვიდეობლოგისა, არ გაიკვირვოთ კობახიძე აფერისტ, ალბათ უფრო ადეკვატური სათაური იქნება და გეტყვით რა იაფერისტა, ან რა მოიტყუა პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ თავის არც თუ ვრცელ სიტყვაში, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყუილი აკადრა დამსწრე აუდიტორიას. კერძოდ, ასე მაგალითად კობახიძემ თქვა, რომ საქართველომ მოახერხა და მშვიდობა შეინარჩუნა, ერთ წუთს წავყვეთ, იმიტომ რომ ბომბები მართლა არ ცვივა, საბურთალოსა თუ ვაკესა თუ ხაშურსა თუ დედოფლის წყაროში, ერთ წამს წავყვეთ ამ სოფისტურ ლოგიკას, ამ სოფიზმს, ამ დემაგოგიას და საქართველოს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შუა დერეფანი, მისი განშტოება საქართველოზე გამავალი, იყოს წყობში, იყოს გამართული. და ლაპარაკობს რაღაც 7 ქვეყანაზე, რომელსაც ზღვაზე გამავალი გასასვლელი არა აქვს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც იგულისხმება მათ შორის. ლაპარაკობს იმაზე, რომ რაღაც ეხლა დაახლოების გეოგრაფიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და დაახლოების ეპოქა დგება. გეოპოლიტიკურ სურათს საერთოდ ვერ კითხულობს, მათ შორის იმას, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და ბოროტების ღერძები უნდა დამარცხდეს, ირანი ამის თვალსაჩინოება და ერთ-ერთი თვალსაჩინოება იქნება გარკვეულზე მაღალი ალბათობით. და ასე შემდეგ და რუსეთის მოხჩობა რომ მიმდინარეობს, ამას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მაგრამ მერე უკვე ამ პროცესში არ აქცევს ყურადღებას არც ტრიპს,
ტრიპი არის, კიდევ ერთხელ ვთქვათ, ტრიპი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული პროექტი სომხეთისა და აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მაკავშირებელი შუა დერეფნის ჩვენზე გამავალი შუა დერეფნის არ მინდა თქვა ალტერნატივა მეთქი არც იმის თქმა მინდა რომ კონკურენტია მეთქი მაგრამ კონკურენტი კი არა სწორედაც რომ ალტერნატივა იქნება თუ საქართველოს გეოპოლიტიკურ ჩიხად მიზეზთა გამო ამ ხელისუფლების უვიცობის უნიათობის რუსულობის რუსულჩინურობის ბანდიტურობისა და ასე შემდეგ გამო ტრიპი იქნება გარდაიქმნება ერთადერთ გზად პრაქტიკულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც საზღვაო ქვეყანა ვართ, ზღვაზე გამავალი ორი პორტი არსებობს საქართველოში, ბათუმისა სუსტი და ფოთისა ასევე სუსტი და უნდა არსებობდეს დასაკვირველი ანაკლიაზე. კიდევ ვიტყვი ორ სიტყვას. მათყუ არა კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთო და ასე მაგალითად გავაკეთეთ მოდერნიზება რკინიგზისა. გაგიგიათ ხსმენიათ ამის თაობაზე. საქართველოს რკინიგზა ეს უზარმაზარი მონსტრი სახელმწიფო სტრუქტურა სახელმწიფო შპს არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს რომ მე ვსაუბრობ მაინც და მაინც სამგზავრო მატარებლებზე, რაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეგრე მაგის პასუხია, მაგრამ აქ უფრო სატვირთო მატარებლებზე ვსაუბრობ. საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა არის კატასტროფული, რომ ვიცოდეთ მაინც. ძირითად ხაზს გულისხმობ. მე და არ გულისხმობ პატარა განშტოები, პატარა პროექტ, შედარებით პატარა პროექტებს, რომლებიც არსებობს და ყარსი ახალქალაქი ჰქვია. კატასტროფულ მდგომარეობაშია. ლიანდაგები არ არის მოდერნიზებული, არ არის ადაპტირებული, ამდენად სწორი სიტყვა, ისეთი, მოდი ასე გეტყვით, როგორიც არის ევროპაში, არამედ ჩვენ გვჭირდება სწორედ ერთნაირი ლიანდაგები. ერთნაირი სისტემები, ერთნაირი რკინიგზის სადგურები, ერთნაირი მიღების პუნქტები, ერთნაირი ტერმინალები, ერთ სისტემაში არსებული ეს მთელი ინფრასტრუქტურა. ხსმენიათ ამის თაობაზე? ხსმენიათ რომ საქართველოს მთავრობამ ზოგადად ან კონკრეტულად რკინიგზამ დააფინანსა საკუთარი თავი და გააკეთა ერთი სადგური, ერთი ლიანდაგი, ერთი განშტოება, ერთი რამ. ატყუებს კობახიძე აფერისტი თუ კობახიძე მატყუარა თუ კობახიძე ფანდარასტი იმ პარტნიორებად წოდებულებს, რომლებსაც თან ებღაუჭება, იმიტომ რომ მათგან ლეგიტიმაციის მიღება უნდა. ოღონდ მას კობახიძეს ჰგონია, რომ ეს პირები, ვინც ესწრებიან ამ და ამგვარ ფორუმებს, სხვა ინფორმაციას, სხვისგან ინფორმაციას არ იღებენ. მას გონია რომ მისი სიტყვა არის უზენაესი, თავარია იქ ტრიბუნაზე მდგომმა რამ თქვას, ტაში ოვაცია დაიმსახუროს და აღარ გადამოწმდება მისი ნათქვამი, რომელიმე სიტყვა და გადამოწმდება საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეფორმების, ინფრასტრუქტურული, მათ შორის შუა დერეფნის კონტექსტში, ინფრასტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით ყველას ვინც გარშემოა. თურქეთს ჩამორჩება, გასაგებია თურქეთი ძალიან მძლავრი სახელმწიფოა. აზერბაიჯანს ჩამორჩება, გასაგებია აზერბაიჯანი საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოა. სომხეთს, რომელიც იჩენს ნებას კეთილს, მეთქი ასე ვიტყვი, სახელმწიფოებრივ ნებას ალბათ, უფრო ზუსტი სიტყვა იქნება, რომ იყოს ადეკვატური მოთამაშე, სომხეთსაც ჩამორჩება, სომხეთი სწორედაც რომ ადეკვატური მოთამაშე არის უკვე და მიმდინარე წლის ივნის-ივლისიდან კიდევ უფრო ადეკვატური იქნება, თუ ან როცა პრემიერი ფაიშინიანი გაიმარჯვებს იმ არჩევნებში, რომლებიც დაგეგმილია სომხეთში და სომხეთზე რევანშს ნამდვილად ეცდება უახლოეს პერიოდში რუსეთი ფაშინიანზე რევანშს იქნება და მან მოახერხოს და დააბრუნოს ის ძალები, რომლებიც სომხეთს ისევ და ისევ ჩაფლავენ, ასე ვიტყვი, ისევ და ისევ რუსულ სივრცეში, რუსულ წიაღში ადურთინებენ. თავს. სომხეთზე არ ვილაპარაკოთ, აზერბაიჯანზეც არ ვილაპარაკოთ, კობახიძეს მიუბრუნდეთ. მეორე დიდი ტყუილი, რომელიც სამსწრე აუდიტორიას შესთავაზა პრემიერად წოდებულმა ბანდიტმა, აფერისტმა, მატყუარა თუ ფანდარასტმა კობახიძემ, თმაგაფუწული ბიჭი როა და საკუთარი თავი ძალიან მაგარი რომ ჰგონია, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი მოცემულ ეტაპზე სწორედაც რომ მას ენდობა. მეორე ტყუილი ეხება ანაკლიას. ანაკლიაში რა მოხდა, იცით თქვენ, მე გავიმეორებ, 2 წუთი არ დამჭირდება. ამისოდ ანაკლიაში ძველი ინვესტორები გადააგდეს, ეს არის 2 ამერიკული კომპანია, ერთი ბრიტანულ-უზბეკურ ქართული კომპანია, ხაზარაძის ჯგუფი, ხაზარაძის კონსორციუმი, თურქული კომპანია, ბულგარული კომპანია, ბულგარულ-ქართული კომპანია, ჰოლანდიური კომპანია,
და კიდევ ერთი ინვესტორი თუ არ ვწდები და არ ვწდები, გადააგდეს, ჩამოვართვეს, კარგახანია უკვე ამის შემდეგ გასული 5-6 წელიწადია. თვითონ თქვენს რომ გავაჩერეთო, ბიზნესამ თქვა რომ გავაჩერეთო ეს პროექტიო, მე 2023 წელს თუ არ მეშლება, მიუბრუნდნენ ამ პროექტს 2 წელი აჯანჯლეს წელიწად ნახევარი. მე ვითომ მისცეს თუ ჩინელებს 49%, 51% ჩვენი იქნებაო და ჩინელებმა უთხრეს დაახლოებით შემდეგი. იმისთვის რომ დავწმუნდეთ რომ ანაკლიის პროექტით მართლა ხართ დაინტერესებულნი, ჩვენ დაგელოდებით გაველოდებით ქართულ მხარეს, აბა თუ ბიჭები ხართ, ჩადეთ გარკვეული ინვესტიციები, თქვენ 51% გაქვთ. ჩადეთ ინვესტიციები, მათ შორის რკინიგზაში. მხოლოდ და მხოლოდ წელს, ანუ 2026 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული რკინიგზის ანაკლიის განშროებაზე სულ რაღაც 45 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 20 არც კი ხო, 18 მილიონი, არგი 20 მილიონი დოლარი, არც კი 18 მილიონი დოლარი და ელოდებიან ჩინელები, რომლებიც შესანიშნავად ხდებიან, რომ გეოპოლიტიკურ ამ თამაშში შეიძლება აღარც უღირდეთ ბოლო კონტრაქტზე ხელის მოწერა საქართველოს დე-ფაქტო მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს, გაფორმებული საქართველოსთან, ანუ ბანდიტ ივანიშვილის პარანოიკულ მთავრობასთან და ასე შემდეგ, ეგრა მაგის პასუხია 45 მილიონი ვახსენე და უშუალოდ ანაკლის გაღრმაწყლოვანებაზე და პროექტის წინ წაწევაზე რა თანხას ხარჯავს, როგორ გონიათ ბანდიტი ირაკლი კობახიძე, რომელიც ყოველ მეორე სისულელეს აფინანსებს, ჩვენში რომ დარჩეს მთავრობა, ანუ ხგონია რა ასე გვასაღებს რა რომ რაღაც ჭარბი ფული აქვს, რაც არა აქვს, ვიტყვი, მაგრამ მაინც როგორ გონიათ რა თანხას იხდის ესოდენ სტრატეგიულ პროექტში, პორტის პროექტში 50 მილიონი ლარი გამოყო 2026 წლის ბიუჯეტში საქართველოს აღმასრულებელ საქართველოს ხელისუფლებამ, მოდი ვიტყვი ასე 50 მილიონი, კვლავ მეორე ფარი 18 მილიონი პლუს მინუს 50 მილიონი ლარი, 18 მილიონი დოლარია, ჩვენ გვჭირდება 180 მილიონი. ჩვენ გვჭირდება 360 მილიონი დოლარი, ლარი მაინც. იმისთვის, რომ ჩვენ მართლა ადეკვატურები ვიყოთ, ამიტომაც თქვა ირაკლი კობახიძემ, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 2032-33 წლამდე არც უნდა ველოდოთ ანაკლიის სპორტის პირველი ფაზის დასრულებასო და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გვჭირდება ეხლა რომ არსებობდეს დიდი გემები რომ შემოდიოდეს, ხო ჩვენ უკვე ვიქნებოდით ადეკვატური მოთამაშე. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ადეკვატურის გარდა ყველაფერია საქართველოს ბანდიტი ხელისუფლება და ამიტომაც ვუწოდებთ მას კობახიძე კონკრეტულად აფერისტ, კობახიძე მატყუარა, კობახიძე ფანდარას, თუ გნებავთ არ თქვათ, ემან სხვა რაღაცა ასოციაციები რომ არ გამოიწვიოს საზოგადოების ერთ ნაწილში, არა, კობახიძე აფერისტ, კობახიძე მატყუარა, ასე დავასათაურებ თუ არა ამ ვიდეო ბლოგს, ვერ გეტყვით, რაღა მოგატყუოთ, რაღა გითხრათ თუ რა არ მოგატყუოთ, ბარემ ამასაც გეტყვით, უბრალოდ მინდა მაყურებელმა იცოდეს, ვინც იწონებს სამთავრობო გვერდებზე გამოქვეყნებულ ამ კონტენტს ირაკლი კობახიძის გამოსვლას და წერებს უწევენ და შენ გაგიმარჯოს პრემიერო, ამას დაურთავენ ხოლმე ტექსტურ კომენტარად, მე მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შუადერეფანი ჩვენი მონაკვეთი გაძლიერდეს, იყოს ალტერნატივა, კონკურენტი იმ ტრამპის გზაკეთილდღეობისათვის, მშვიდობის და კეთილდღეობისათვის, რომელიც 2 წელიწადში ამოქმედდება და ჩვენ თუ ასეთი დაღმავალი ტრაექტორიით ვიარეთ, ამ პროცესში ხო საქართველოს იქცევა გეოპოლიტიკურ ჩიხად დამათხელში, უთუოდ იქცევა, იმიტომ რომ ესენი მღერიან. პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, მღერიან, იკრიბებიან რა სუფრასთან, რაღაცა მიირთმევენ რა 41 კერძს, მღერიან ასე. არ ვუტრირებ, პირდაპირ მნიშვნელობითაც მღერიან, მაგრამ აი ესეთი მიდგომა აქვს, რომ 3000 წელზე მეტი როგორ არის ისა გვიცხოვრია, გვიმღერია, გვიცხოვრია თუ რაღაცა გვიქნია და გონიათ, ასე წარმოადგენენ, რომ რაღაცა გადაურჩით, რამდენ იმპერიას არ გადაურჩით, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ და სულ რომ არაფერი არ გავაკეთოთ, ჩვენ მაინც გადავრჩებით და არ არის, ბატონებო, ესე გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის, ახალი ტექნოლოგიების, მზარდი ახალი ტექნოლოგიების სისტემების და ენერგიის და სხვა მარსის დაპყრობის, ასე ვიტყვით, თქვენის ნებართვით, ხო? მარსის კოლონიზაციის ეპოქა დგება, ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო ძლიერდება და ეროვნულ ინტერესებს, როგორც ასეც, გარკვეული პერიოდის შემდეგ სუვერენობას მათ შორის
ყურადღება საერთოდ არ მიექცევა, აღარავინ აღარ მოიკლავს თავს წარსულ დროებაზე, ხო? და შექმნიან ახალ ეპოქას, ახალი რეალობების გათვალისწინებით ილაპარაკებენ არა რომელიმე ქვეყნის ერის თვითყოფადობის სუვერენობის განმტკიცებაზე, არამედ ჩაკეტავენ კარს სუვერენობისა, როგორც ასეთი და საქართველოს თუ ამასობაში დასუსტებული ან გაუქმებული იქნება მიზიდა ივანიშვილის ვითომ პოლიტიკის გამოისობით, წყალობით, მიზეზით საქართველოს მომავალი თაობები სულ რომ მაგრები იყვნენ, კიდევ უფრო ვერ მიუბრუნდებიან ან თუ მიუბრუნდებიან გაუჭირდებათ თვითმყოფადობის აღდგენა, დამკვიდრება, შენარჩუნება არა. აღდგენა უფრო, ანუ თავისუფლება მომავალში ან დადგება ან არა, მოდით კითხვით ასე. ამასობაში ესენი მღერიან რა 3000 წელზე მეტი მისხოვრია მიმღერია თუ რაღაც მსგავსი. ესენი თავხედდებიან და ამბობენ ამგვარ რამესაც ევროპის სახელმწიფოების მისამართით, რომ აი შენ ბრიტანეთო, ან შენ საფრანგეთო, ან შენ გერმანია, ან ამჩნევად რომელიმე ევროპული სახელმწიფო ევროპულ სახელმწიფოს ამოიჩებებენ ხოლმე, ბრიტანეთი ყავდათ ამოჩენებული, ესტონეთი ყავდათ ამოჩენებული, გერმანია ყავდათ ამოჩენებული. და ასე შემდეგ შენ არაფერი არ ახარ. მე უძველესი ქრისტიანული ერი ვარ რა? აქედან გამომდინარე, შენ მეჭკუას ვერ მასწავლე. თითქოს ჩვენ 70 წლიანი 91 წლამდე 21-დან 70 წლიანი საბჭოთა კომუნისტური უღელი არ გვედგა თავზე და მანამდე 1921-მდე, 18-21 წლის პერიოდს 2 წელიწად ნახევარს არ მივაქციოთ ყურადღება, 1801-დან 1918-მდე, თუ გდებათ ასე ვიტყვი, 17 წლის განმავლობაში თითქოს რუსები არ იყვნენ, რომლებიც გიუქმებდნენ სახელმწიფოს, გართმევდნენ იდენტობას, თუ მაინც და მნიშვნელოვანი რასაკვირველია, ეკლესია მონასტრებს კირით გიღებავდნენ, ავტოკეფალიას გიუქმებდნენ, სისხლში ახშობდნენ შენს აჯანყებებს 1877-1900-იანი წლების ჩათვლით ლამის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითქოს შენ უწყვეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეს და ვინმე კობახიძე ეს კიდე გავრცელებული გვარია. ვინმე პაპუაშვილი, ვინმე კირცხალია, ვინმე სხვა ზარქუა და ასე შემდეგ წილოსანი, ხო? ისინი იდგნენ, მათი წინაპრები იდგნენ სადარაჯოზე, როგორც მეციხოვნეები საქართველოს დამოუკიდებლობისა. არ ვაყენებ რასაკვირველია, რა უფლება მაქვს მათ წინაპრებს, პატიოსან ხალხს უმრავლეს შემთხვევაში მივაყენო რამ შეურაცხყოფა, მაგრამ ჩვენი დაძაბუნებული საზოგადოება რომ იყო და რომ არა ილია ჭავჭავაძე, სხვა თემისკენ არ მინდა ახლა გადავუხვიო, მაგრამ რომ არა ილია ჭავჭავაძე, მათზეც არ ვიტყვი, ტაბლიაშვილებზე ვიტყვი. ტაბლიაშვილებიც ვერ იარსებებდნენ, ჩემს წინაპრებსაც ბუნებრივია აუგად არ მოიხსენებ თლად გულახდილები. თუ ვიქნებით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლისა ვერ დადგებოდა და ილია რომ არ მოეკლა 1907-ში გაუბედავდა ვიტყვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შენარჩუნებულიც კი იქნებოდა, ოღონდ მთავრობაში რო ყოფილიყვნენ სხვები დაბალანსებულად თუნდაც. მოკლედ, კარგით, ამას ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა შვედეთის წინააღმდეგ გაისეირნეს და აქვე გეტყვით, რომ ეს შვედეთი პატარა ქვეყანა კი არ არის, ხო, დიდი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით მით უმეტეს. და მსოფლიოში 23 ადგილს იკავებს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით. 51-52 $, ერთ სულ მოსახლეზე, შვედეთი კლავი მეორე მე-12 ადგილზეა. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონი ადამიანს შეადგენს, ანუ ორჯერ მეც ვიდრე ჩვენ ვართ. 86%-ია დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12 მრეწველობაში, 2 სოფლის მეურნეობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში წამყვანი როლი 66% თითქმის მომსახურების სექტორს უჭირავს, მრეწველობაზე მოდის 33%. მოკლედ, შვედეთი იცით თქვენ რომ ძლიერი ქვეყანაა, აღარ ჩამოუყვები მის ისტორიას, მის საზღვრებს, მის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის რესურსებს, მის ისტორიას გითხარით და ავიც თუ გნებავთ ვილაპარაკოთ მაინც და მაინც. მოკლედ, აი რა ვიცი, ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თან როცა შპარგალკა გიჭირავს, გულახდილი ვიქნები, ხო, რაღაც შუა საუკუნეებში მისი ისტორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს შვედეთი ძლიერი ქვეყანაა, მეთქი აკი გითხარით, მაგრამ
ეს ტიპები, რომლებიც მღერიან 3000 წელზე მეტი მიმღერია, მიცხოვრია თუ რაღაცას მღერიან, თან ცუდად უბრალოდ შემთხვევაში, ანუ მათი ნამღერი, მათი ტექსტი, ხო? წრფელი არ არის. მნიშვნელოვანი არის ჩვენ ასაკურელია გვიცხოვრია 3000-იც, 5000-იც, 8000-იც და ვინც იციქნებ მეტი წელიც, ხო? თუმცა საქართველოს მაინც სხვა ჩვენი დროების ტოპონიმიკა ქრისტიანობის შემდგომ მე-9 საუკუნისა, მე-10 საუკუნისა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ასაკურელია გვიშრობია, გვიღერია, გვიცეკვია, რა ვიცი, ბევრი რამე გამკეთებია, გვინო დაგვიწურავს და ბევრი რამე გამკეთებია, მაგრამ ესენი როცა ამას ამბობენ, რომლებიც ამ ქვეყანას ფუნქციას უკარგავენ, ანგრევენ მის იდენტობას სპობენ და ასე შემდეგ, ხელოვნურია გზა, სხვა თემაზე ვიტყვი ერთი წუთით, კარგია, მაშინ, როდესაც ის შენ ეროვნულ საინტერესებს ემსახურება, ტრანსკავკასიური თუ კავკასიური მაგისტრალი, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს გაჩერდა ქართული საზოგადოების, იმჟამინდელი ქართული საზოგადოების ძალისხმევით არ უნდა აშენებულიყო, იმიტომ რომ ის გზა სამკი არ არის ცუდი თავისთავად, მაგრამ არ უნდა აშენებულიყო, იმიტომ რომ ეს ჩვენ დამატებით კავშირებს უზრუნველყოფდა რუსეთთან, რომელიც ჩვენი დამპყრობელი იყო იმ ხანადაც 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი არსებობდა და ახლაც ხა ვინმე რომ შემოგთავაზოს რომ ახალი რაღაც შემოგთავაზებენ ესენი, მაგრამ ახალი გზები გავჩარხოთ თუ გავაგოთ რუსეთთან, ბუნებრივია ახალი საკომუნიკაციო გზები, ეს ცუდი იქნება, იმიტომ რომ იმ გზაზე, როდესაც ოკუპანტი არის და შენ ეროვნული სახელმწიფო არ აქვს და პრინციპში მოღალატეები გყავს, შემოჯლიგინდებიან რუსული ტანკები და იმიტომ ან უფრო იოლად დაგიპყრობენ, თორე დაპყრობა კი არ გაუჭირდებათ საბოლოო ჯამში, მით უმეტეს ამგვარი დე-ფაქტო ხელისუფლების კოლაბორანტი ხელისუფლების პირობებში. მოკლედ ესენი სეირნობენ ამ შვედეთზე მოცემულ ეტაპზე, კობახიძეზე გისაუბრეთ, ეხლა კირცხალიაზე გეტყვით, ესეც მანდიტია რასაკვირველია, ერთუკლებლივ ყველა, ის საქართველოს პარლამენტად წოდებულში არის თავმოყრილი ყველა ბანდიტია, მეთქი ამას ამბობ თამამად. ეს კირცხალია თითქოს აღადავებულა, ამოვიწერე კი არა და ავაკოპირე ლინკი. ავაკოპიე? ნახან მოვიწყდება ხოლმე, მაგრამ ეს არის. მოდით თიკოსთან შევიხედოთ ერაზეს და თქვენის ნებართვით. ბასკო და გაზიარებული და ამიტომ მე ხა შემთხვევით სხვა ლინკი რო არ ჩამერთოს, ხო? რომ ბოლო პერიოდში წუთი 41 წამია. უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვით. ანუ ეს ტიპი თავისუფლებას აძლევს, ერკითხულობს, იმიტომ დაწერილი აქვს ტექსტი, იმიტომ რომ ზეპირად ვერ წარმოთქვამს ამ რთულ თანწყობილ და ქვეწყობილ წინადადებებს. ესეც კითხულობს და მანამდე გამოვიდა ქალბატონი წილოსანი და ისიც კითხულობს და უკლებრივ 99-ვე კითხულობს ტექსტებს დაწერილს შესაძლოა პარტიაში, შესაძლოა პაპუაშვილის ის უკეთ წერს ვიდრე კირცხალია, რასაკვირველია, კითხულობს ტელეფონიდან. ეს ტელეფონი ჩამალული აქვს, რასაკვირველია და კითხულობს ტექსტს, რომელიც არის ბოდვა და რომელიც არის შეურაცხყოფელი. ხალხმა უნდა გავიგოთ, რომ ერთი რამე, რომ მათ აქვთ უწყვეტი დემოკრატიის, უწყვეტი დასავლურობის, აი ვისაც აკრიტიკებენ ეს ბანდიტები, იმ სახელმწიფოებს აქვთ უწყვეტი დემოკრატიის, უწყვეტი დასავლურობის, უწყვეტი ადამიანის უფლებების დაცვის დიდი მრავალწლიანი ტრადიცია, მრავალათეულწლიანი, მეთქი თუნდაც მე-20 საუკუნიდან ავიღოთ, ხო? 1921 წელს შენ დამოუკიდებლობა დაკარგე და აღარ მახსოვს ხა შვედეთი დასაკეთებდა 21-ში კონკრეტულად, მაგრამ შვედეთი ისე როგორც ვთქვია დასავლური სივრცის უმეტესობა ისე უნდა ვთქვა თქვენის ნებართვით, ხო? ამასობაში სახელმწიფოს ინსტიტუციებს აშენებდა. შენ ეს უწყვეტობა არა გაქვს, 91-დან ხარ განუწყვეტელ ომში. ეხლაც ომში ხარ ჩემი მოსაზრებით, მაგრამ მაინც და ეხლა ხარ არა მარტო ომში, არამედ ომში, რომლის შედეგიც უცილებლად არის, აუცილებლად არის მარცხი, იმიტომ რომ კირცხალეები მართავენ. შენთან რუსული ინტერესი საკმაოდ დიდი, ძალიან დიდია, ივანიშვილის პირობებში მით უმეტეს ინფილტრირებული აგენტურა. შენთან ყოველთვის იყო ეგრა მაგის პასუხია, ინფილტრირებული აგენტურა, მაგრამ იყო სუსტი, მაგალითად მიშა სააკაშვილის პერიოდში, ხო, უნდა ვთქვათ ეს, მოგწონს სააკაშვილი, არ მოგწონს, ვაკრიტიკებთ, არ ვაკრიტიკებთ, ვეთანხმებით, არ ვეთანხმებით, ნაკლები იყო, განა არ იყო, გოგა ხაინდრავა მინისტრი იყო, როგორ არ იყო მიშა სააკაშვილის დროს აგენტურა, მაგრამ ნაკლები იყო, იქ ჭარბობდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი ადამიანები ჭარბობდნენ და ისინი მათ მიჰყავდათ
ისინი აწარმოებდნენ ძირითად პოლიტიკას, თორე ხაინდრავები რო გაიპარა და არა მხოლოდ ხაინდრავა, სხვათა შორის არამედ სხვებიც, ხო, ესეც გაეპარა მიხეილ სააკაშვილს, ესეც ფაქტია, ბარემ ვიტყვი. ხო, მოკლედ და ესენი კიდე უმრავლესობაში არიან. აქ პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან პრაქტიკულად არც ერთ სტრუქტურაში, არც ერთ უწყებაში, არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი აღარ არის რუსეთთან თუნდაც ირიბად არ დაკავშირებული ან თავისუფალი რუსეთისაგან და ვინც კი სადმე შეერჩა ინსტიტუცია პირველ ყოვლისა, იმ ყველაფერს აღმოფხვრიან, კრძალავენ, ანგრევენ, სპობენ, ავერანებენ და ასე შემდეგ კირცხალია. ეხლა ეს კირცხალია, რომელიც ირიბად შესაძლოა ვერც აქვს გააზრებული თავიდან ბოლომდე, კირცხალია, ხო გვარ მეშლება. ხო, ეს კირცხალია, რომელიც შესაძლოა ვერც აიაზრებს, რომ რუსეთის აგენტურა არის, ხო? ვერც იაზრებს, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა ტექსტი, რაღაცა პარლამენტარია, ხალხსტუხი უკეთია და 14,000 დაახლოებით ლარს და ხელზე ნაკლებს, ან 2,800 ლარით ნაკლებს, თქვა 10,000-ით 11,000 ლარის პარკლებში. იღებს ხელფას, გონია რომ მაგარია და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მასზე ბევრად მაგრები დარჩნენ ქვეყნის საპარლამენტო ორგანოს მიღმა პოლიტიკოსები და საერთოდ ვინც აზროვნებს, ეს ვერ აზროვნებს, კარგად მინდა აგიხსნათ, ეს არ არის თქვენი, ჩვენი, ყველას კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტორი, ვერ იქნება, არ იცის. ხო და კირცხალია ეხლა დავალების შესაბამისად, რუსული დავალებაა ეს იდეაში, რასაკვირველია, ახლა უნდა კირცხალია უნდა გაისეირნოს შვედეთზე, ბრიტანეთზე ისეირნა, გერმანიაზე ისეირნა, ესტონეთზე ისეირნეს და ისეირნეს, ანუ უწყვეტი დემოკრატია, ვისაც მრავალ ათეულწლიანი დემოკრატია, ვისაც გერმანიასაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რასაკვირველია ეს იგულისხმება და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჭაობდებოდი, ყველაზე მაგარი პროტესტი გეგონა რომ არის ფილმი შერეკილები და ამასობაში ბევრი თვალსაჩინო პატივისცემა ელდარ შენგელაიას მიმართ რასაკვირველია, მაგრამ ეზო გაბრიაძის მიმართ, მაგრამ შენ ბევრი თვალსაჩინო ჩამორჩი, ეს საბჭოთა კავშირში ტაჯიკეთზე უკეთესი ქვეყანა იყავი, თავისუფლების ხარისხით არ ნიშნავს რომ შენ ჩამორჩენილი ქვეყანა, ჩამორჩენილი სივრცე ქვეყანა სად იყო მაშინ? არ იყავი. მოკლედ კირცხალია შეიმნობს და ამბობს შემდეგ რამეს. ნახეთ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის ტიპები ლაპარაკობენ, რომლებსაც შემოეპარათ ან ასე თვითონვე აღიარეს 700 მილიონი დოლარის ოდენობის შავი ფული, რომლის პრემიერ-მინისტრი მინიმუმ 7 მილიონზე, რეალურად 10 ჯერ მეტზე დაჭერილი ყავთ თავისივე პრემიერ-მინისტრი, დაჭერილი ყავთ თავისივე თავდაცვის მინისტრი, დაჭერილი ყავთ თავისივე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დაჭერილი ყავთ თავისივე სუსის უფროსი, დასაჭერთა სიაში კირცხალია არ ვიცი იცის თუ არა, მაგრამ ფართო სიაში არის რამდენიმე მინისტრის, რამდენიმე მოადგილე ყოფილი. დაჭერილიც არის 1-2, ბაგაბაღებში და რაღაც კვებაში და რაღაცეებში კიდე და ტრანსპორტში ხორცდები. დედაქალაქის მერიაში რა ფულიც კეთდებოდა, იმას არ აქცევენ ყურადღებას და ლაპარაკობს ტიპი თავისუფლებას აძლევს, რომელიც მანამდე ერთი დღით ადრე გამომტყრალი იყო და სადღაც სვამდა ალბათ. ხო? შვედეთში თურმეო რაღაც პატარა ქალაქებში თუ დედაქალაქთან ახლობლად, ხო? კრიმინალია გაზრდილიო, თავისუფლებას აძლევს ტიპი. ნატოს წევრ სახელმწიფოზე ლაპარაკობს ამას. ის დონე და ზოგადად შვედეთში იცით რატომ ჩვენო ვერ გვასწავლითო? და როგორ ვერ გვასწავლიან ჩვენში რო დარჩეს? რატომ ვერ გვასწავლიან? აი გერმანია მაგალითად, ბრიტანეთი, რატომ ვერ გვასწავლიან? არ დაგავიწყდეთ, მოდით აღარ გავანებოთ ახლა კირცხალიას თავი, იმიტომ რომ ამგვარ რაღაცებს ბოდავს. არ დაგავიწყდეთ, რომ ესე იგი კიდევ ერთხელ ჩავხედოთ და რომ არ შემეშალოს. ხო? როდიში, ესე იგი აგზემოთაც იქნება ეს ვიკიპედიაში ვართ რა. შვედეთის ფართობი 450,000 კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა 11 მილიონი ლამის, მთლიანი შიდა პროდუქტი 25 წლის შეფასებით არის 600 ერთსულ მოსახლეზე 58,100 და ასე შემდეგ. აი 58,100 დაიმახსოვრეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. და ახლა თქვენის ნებართვით დავსერჩოთ საქართველო. ასევე ვიკიპედიაში 58,100 ხომ გახსოვთ? აქ შემოხტაშალა ბაბუაშვილი და ყაველაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის 3000 კითხულობ 3863. იქ არის 58000 და კირცხალია და სხვათა ქვეყანაში ჩვენს ქვეყანაში არის 3863 ზუსტად რომ ვილაპარაკოთ პროდუქტი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეს. და ეს თავხედები მატყუარები და მატყუარა რო ყობახიძეა ხო გითხარით ხო ბედავენ და ამგვარ რამეს ამბობენ ატყუებენ ესენი როგორც საკუთარ მოსახლეობას ისე საერთაშორისო იმთან თანამეგობრობის იმ ნაწილს რომელიც მათ ესაუბრება ხუპავენ ესენი ქვეყანას გინდათ დაიჯერეთ ეხლა თუ ბაშკა გაქვთ გიბოდიშებთ ამ შემთხვევაში ვერ დაიჯერებთ თუ გამოგიბაშკავდათ თავი საზოგადოების იმ მცირე ნაწილს გულისხმობ ახლა რომელიც შესაძლოა აგრესიულის კი იყოს ამ ვიდეო ბლოგის ქვეშ არსებულ კომენტარებში მათყუარა თავი გაბია აფერისტი თავი გაბია შეთავგასიებულო რაღაცა წვერი გაიკრიჭე ოფს უიწმენთ თმები აღარ გაქცვიდა რაღაცებს ხო წერენ ხო რაღაც უფრო მძიმეს ექსესაც რასაკვირველია მაგრამ ეს 2 რბილი თუ 5 რბილი სიტყვა ვთქვი ვინც ამას წერს ჩემზე არ არის საუბარი გამობაშკავებული გაქვთ თავი ხოლო ვინც იქ სიგრძე განებს რა კატასტროფაშიც აღმოჩნდით უკვე და ხალხო აღმოჩნდებით მერე იმიტომ რომ ესენი ყველა ძაფს ყველა კავშირს წვეტენ ამ ევროპასთან და დასავლეთია ჩვენი იდენტობის მათ შორის გადარჩენილი ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენილი რომ ვიცოდეთ მაინც ვერ გადაგარჩენთ თქვენ თუ მე არ მიყვარს გულახდილად გეტყვით ამ რაღაც რელიგიურ ფაქტორებზე და კონფესიებზე ყურადღების გამახვილია მუსულმანები ვერ გადაგარჩენენ არა მუსულმანური სამყაროს სრული უმრავლესობა მოდი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით დემოკრატიასთან ცხრალად არის არა დემოკრატიული სივრცეები ვერ გადაგვარჩენს რომ ვიცოდეთ მაინც რაც არ უნდა ბუნებრივი რესურსები ჰქონდეს ბევრს და ასე შემდეგ ჩვენ შუადერეფლის სახელმწიფო ვართ უნდა ვიყოთ მოდი ესე ვიტყვით თქვენის ნებართვით და რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ივანიშვილის პარანოიკი ივანიშვილის ბანდა ხელისუფლებაში კირცხალიები და სხვები ხო მით უფრო ამ ფუნქცია მით უფრო დავკარგავთ ამ ფუნქციასაც ელვის სისწრაფით და ტყუილებს კი უხვად მოიგონებს FSB რომელიც ალაპარაკებს საკუთარივე აგენტებს ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი აგენტია უფრო სერიოზული ვიდრე ვინმე კირცხალია